მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა, როგორც წინა გადაცემაში მოგახსენეთ, იქნება იაკობის მიერ კურთხევის აღება ისაკისაგან. დღეს სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და საერთოდ საინტერესო ციკლის მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ დავიწყეთ წინა გადაცემაში მამამთავარი იაკობის ყველა საინტერესო ასპექტების შესახებ საუბარი, ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტების შესახებ საუბარი და დღეს ვაგრძელებთ ერთ-ერთი უმთავრესი მომენტით, რომელიც ძალიან ბევრ აზრს აჩენს და ძალიან ბევრ საინტერესო გაგრძელების საშუალებას გვაძლევს აი ამ თხრობისა. ეს არის როგორ შედის იაკობი ისააკთან იღებს კურთხევას ესავის ნაცვლად, პირმშოობის კურთხევას იღებს და აი ამ ერთი მომენტის ირგვლივ შევეცდებით, რომ დღევანდელი საუბარი შევაჯეროთ. გიორგი, ყველა საინტერესო ადგილას გავჩერდით წინა თხრობის დროს. გავიხსენოთ ხო ორი სიტყვით. დიახ. რა ხდება? ისააკს და რებეკას წყობები შეეძინათ და უფროსი ისე ცხოვრობს და იმდენად ყურადღება მიქცეულია მამისაგან, იმდენად მოხერხებული პიროვნება და იმდენად ეიმედება მამას ეს უფროსი შვილი, რომ მაშინ გამტკიცდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის უფროსი და ის იმემკვიდრებებს მამამისის წილს. უბრალოდ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც ხაზიც ისააკმა გააგრძელა აბრაამისაგან. მეორე ძე ისააკისა და რებეკასი, ანუ უმცროსი ძმა ესავისა, ჭოტილობითი ცხოვრებით ცხოვრობს და აინტერესებს ის რელიგიური საზრისი, ცხოვრების ის წესი, რაც სამამამთავრო ოჯახში საღვთო კურთხევას მოიწევს და აცოცხლებს. და მოხდა ისე, რომ ესავის ცხოვრების წესი მიუღებელი გახდა იაკობისათვის და გამოძიება თავის თავში ჩაატარა, გამოიკვლია თავის თავი. ესავის გამოცადა და ესავმა აირჩია ამ ქვეყნიური ცხოვრება ღვთისმსახურების წილ. იმიტომ კი რა ღმერთი ვარ, არა, უბრალოდ უპირატესად ამ ქვეყნიური კეთილდღეობა. ესე ესმის მას. და ამის შემდგომ ესე იგი მოხდა ის, რომ როგორც აი ესე ვთქვათ, ფიგურალურად არის წარმოდგენილი წმინდა წერილში, გაუცვალა პირმშოობა იაკობს ესავმა ჯამ საჭმელში. სიტყვით ორი. მაგრამ მას თვითონ არ მიაჩნია, რომ ჭამასო წავიდა და ეს ყველაფერი და ლოგიკასაც მივადენოთ ხო თვალი მართლა კი სიტყვით დაუთხრე, მაგრამ ამით რა შეიცვალა? ეს არ მაინც უფროსია. თუმცა იაკობის ხვალნაირად უყურებს. იაკობისათვის ამ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სიტყვა დასტურია მისი გადაწყვეტილების. თორე ესავის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. კვლავ უფროსია, მამამისი კვლავ დობით უყურებს, იაკობი მას მაინც არაფერს ვერ დააკლებს. აი ესავის ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება, გასვიდა იაკობის ცხოვრებაში იწყება. ხედავს რომ მამა მასზე იმედებს ამყარებს, ხო, ოჯახში ალბათ ესეთი გამორჩეული მყარი ბურჯია, ნადირობა შეუძლია, გაერკვა ამ ცხოვრების სულში და მოკლედ საიმედო ადამიანია ერთი შეხედვით. აი ამის ფონზე წმინდა წერილი გვეუბნება, რომ უცებ გვეტყვის, რომ ხანში შევიდა ისააკი და თვალს მოაკლდა. თავისთავად ხარ და ფიზიკურ სინათლის ნაკურნება, თვალის სინათლის ნაკურნებაზეც არის აქ საუბარი, თავისთავად ხარია. საერთოდ ვიცით, რომ სტრესი პირველად, რასაც ადამიანის ჯანმრთელობაში, ასე ვთქვათ, ურტყავს და იწვევს უარყოფით იმას, ეს არის მხედველობა. ძალიან მძიმედ აჩნდება დიდი სტრესი მხედველობას ასიანებს ძალიან და ფიქრობენ, რომ მორიას ხარეს მთაზე იმხელა სტრესი მიიღო ისააკმა, რომ აი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხედველობაზე მოქმედებდა და ბოლოს სიცოცხლის მართლა დაბმავდა. მაგრამ ეს სიბრმავე მეორენაირადაც უნდა გავიგოთ. ეს დაახლოებით ის სიბრმავეა, როდესაც თვალხილული უნდა იყოს ახლა რებეკა. კი, ვერ ხედავს ისააკი, მაგრამ ხედავს რებეკა. გარდა ამისა, ჩვენ წინა გადაცემას ვთქვით, ესეც გავიხსენოთ, რომ რებეკა და ალბათ ისააკმაც უნდა იცოდნენ ასე რამ, რომ
უფროსი დაემორჩილება უმცროსს. რომ ყურადღება მისაქცევი უფროსი კი არა, ყურადღება მისაქცევი უმცროსია, უმცროსიდებს რაღაცა, ზრახვა. აი ისააკის სიბრმავე ამ შემთხვევაში გულისხმობს ამ ყველაფერს. მაინც ესავზეა დამოკიდებული, მაინც ესავზე ფიქრობს, რაღაცა თითქოს და რაღაცა მივიწყებულია. ის რაც არასოს დავიწყებია რებეკას. და აი წმინდა წერილი გვაუწყებს ისააკის ოჯახის მამამთავრის ნებას, ის უხმობს შვილს თავისთან ესავს და ეუბნება რომ წავიდეს, აიღოს თავისი შვილკაპარჭი, წავიდეს, მოინადიროს. ნადირი მოვიდეს, მოუმზადოს მისი საყვარელი შეჭამანდი, რომ მიირთვას ისააკმა და სიკვდილის წინ აკურთხოს თავისი შვილი. გარკვეული ეგზეგეტები ფიქრობენ, რომ ისააკმა წინდა წინ იცოდა თავისი გარდაცვალების პერიოდი. აქედან გამომდინარე, რომ მოახლებულ სიკვდილს გრძნობდა და ხას უსვამენ მის ღმა და ესე მტკიცე სულიერი იმას აქვია სამყაროს. აი წმინდა წერილში საოცარი სიცხადით არის ნაჩვენები, როგორ მონდომებული წამოდგება, ესავე მოკიდებს ხელს შვილკაპარჭს და წავა სანადიროდ, რატომ? იმიტომ რომ მოვა და რომ გაუკეთებს ამ ყველაფერს, უნდა აკურთხოს, ვინ უნდა აკურთხოს. ამას დათმობილი აქვს პირშეობა, არაფრად არ მიაჩნია, მაგრამ დათმობილი აქვს. ნათქვამი აქვს ეს სიტყვა. და ეს აღრიცხულია სადღაც. სადღაც ეს ჩაწერილია, სადღაც ეს მიღებულია, ვიღაცამ ეს იცის. ვიღაცამ ეს სანამ გააკეთებდა, მანამდე იცოდა და ასე შემდგომ. მაგრამ ეს თავისთვის ახალ მნიშვნელობა არ აქვს, გახარებული მოკიდებს ამას ხელს და გაიქცევა. თავის საქმის გასაკეთებლად მოვა და იმას ისევს. მიიღებს ამ კურთხევას. აი აქ შემოდის სწორედ რებეკა. მივა იაკობთან და ეუბნება. გავიგეო რა უთხოვ მამაშენმა შენ ძმას. და გავჩერდეთ ერთი წუთით. ახლა ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რასაც აქამდე ვლაპარაკობდით, რამდენჯერმე ვთქვი და კიდე ერთხელ უნდა გავიხსენოთ. ჩვენ კი ვთქვი წინა გადაცემაში, რომ იაკობი გზაჯვარედინზე დადგა და ახლა იწყებს ამ გზაჯვარედინზე თავისი გზის გავლას. მაგრამ როგორ იწყებს? რას აკეთებს? აი რა გააკეთა იაკობ? არაფერი. სანამ დედამისმა აუთხა ადიქე და გაინძერიო, არაფერს არ აკეთებს. ზის კარავში და აგრძელებს ჭვეტას, ლოცვას. რას აკეთებს ა ブラ ამი? რასაც ეუბნება ღმერთი ლოცვის შედეგად, რასაც მიიღებს, რას აკეთებს ისააკი ლოცვის შედეგად, რასაც მიიღებს. ასე ცხოვრობენ ესე. აი რაღაცა მონადირული სული არ მონადირულმა სულმა არ გაიღვიძა იაკობში რაღაცა ახლა დადგა ჩემი დრო და ახლა რაღაცა ხო ისარგებლებ. ახლა მეორე უკიდურესობა ეს უკიდურესობამდე არ უნდა მივყვანოთ. ჩვენ წმინდა წერილში ხაზგასმით და კატეგორიული მოთხოვნით აგვაქვს წაყენებული აი ასეთი ხედვა. ჩვენ წმინდა წერილში ვევნახავთ, მოდი ასე ცოტა თამამად ვიტყვი სიტყვას, უსაქმურ მორწმუნეს. იაკობ მოციქულის სწავლება რომ წმენა საქმის გარეშე მკვდარია, ერთელ წმინდა წერილს ეხება. ანუ ჩვენ ვევნახავთ ღვთისაგანრჩეულს, მორწმუნეს, სამაგალითო პერსონაჟს, რომელიც აი ზის და ღმერთზე გააკეთა. ეგეთი რამე არ არსებობს. მაგრამ მეორე მხრივ, აი ეს ქმედითი, აი ეს ცოცხალი მორწმუნეები თავის თავში გულისხმობენ არა იმას, კითხვაზე ვთქვათ, რომ თანა მოქმედნი უნდა იყვნენ საღვთო განგებულების რეალიზების ღმერთთან ერთად. არამედ არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ისინი რაღაცნაირად ამ ინიციატივით, თავისი ინიციატივით გადააჭარბებენ და გაიზედმეტებენ, რამაც შეიძლება საერთოდ ურთიერთობა დააკარგვინოს მათ აი იმ რელიგიურ ურთიერთობასთან, იმ რელიგიურ აზროვნებასთან, რითაც გზაჯვარედინზე მართებულ მიმართულებას ირჩევენ. აი, რაღაცნაირად აი როგორ კეთდება ეს ამისი გაგება მხოლოდ სულით შეიძლება, მხოლოდ ასკეტული გამოცდილებით შეიძლება. ეს უნდა შენ თვითონ გაიარო, შენ თვითონ მიიღო ეს გამოცდილება. რას ნიშნავს ცოცხალი მორწმუნეობა და იმავდროულად, ასე ვთქვათ, აფორიაქებული კი არა ხარ, შვიდად ახარ, ელოდები რაღაცას. აი რო დადგება, ნაბიჯს გადადგა, მოგეცემა, ხო? აი ეს როდის მოგეცემა, რა დროს იწყება, როდის უნდა გაიგო, აი ეს ყველაფერი არის ძალიან ღრმა და ძალიან სულიერი. ეს არის ძალიან ისეთი აი ღმერთი გეხება, სული გეხება ამ დროს, გაგზნობინებს ამ დროს, რაღაცნაირად შენი ვალი რა ის უკვე მოღვაწეობას იწყებ იმით რომ შენ ლოცულობ ამას, ეს უკვე ღვაწლია, ეს უკვე თანამოქმედება, თანამშრომლობა. ამ ლოცვისას, ამ ღვაწლისას გეძლევა ნიშანი, გეძლევა სული გეხება, გეძახის ღმერთი და ამ ნიშანსაც აყვები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, როდის უნდა გაიგო, როგორ უნდა გაიგო. აი ამ ლაბირინთებში გასვლა არ გიწევს, რატომ? იმიტომ რომ მორჩილებით ცხოვრობ. ესე იგი, ჩვენ აქ ძალიან მნიშვნელოვან თემას ვეხებით, რომელიც მე ჩვენ შეგვიძლია პარალელი
მოსეს ცხოვრებაში გავავლოთ არაერთ ადგილას. ეხლა უბრალოდ არ მინდა გავუსწრო მოვლენებს წინ. ადამიანს შეიძლება მიეცეს ცოდნა, რომ ეს არის მისი გასაკეთებელი. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ცოდნა რომ მიეცა, მაშინ უნდა დაიწყოს მოქმედება. მან ეს იცის და ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მან გაიწვდინოს ხელი ამის ასაღებად, არამედ რაღაცა ნიშანი უნდა იყოს კიდე. დრო არის საჭირო, ზოგჯერ რომ მოვიდეს ეგ დრო, როდესაც რაც შენ გეუწყარო გასაკეთებელია შენი, ამისათვის მზაობა იყოს, გარემოებები იყოს და შეგეძლოს ამის შესრულება. ძალიან ღრმა არის ის, აი ამ გადასახედიდან აი თეორიულად ასე ვერ იტყვი ამას ასეთ ცხოვრება მაინც ვიტყვი ხო რას გულისხმობ. ესე იგი მოსემ იცის რომ უნდა ერზე მოამაგე გახდეს, მაგრამ თავიდან როდესაც მოკლავს ეგვიპტელს, ეს არ იყო ის დრო და ის გზა რითიც უნდა დაეწყო მას, ამიტომ მას უწევს 40 წლით გადადება ამ სულ ყველაფრის და მეერე უკვე ღვთის კურთხევით მოდის და იმას აკეთებს, რა სულის მოწოდებაც მას ჰქონდა მაშინ. და ვთქვათ, როდესაც ებრაელი ხალხი ხედავს აღთქმულ მიწას და ჯერ არ მოსულა დრო ამ მიწაზე შესვლის. აქაც აი იცის ადამიანმა, რომ ეს მას მიეცა. ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში, რომ ადამიანმა იცის თავისი ღირსება, იცის რომ მიცემული აქვს და თუ დრო-დროს დაიწყებს, თუ კურთხევის გარეშე იწყებს ამას, წყალში იყრება, არ გამოდის, გადაიდება რაღაცა ზაობა სანამ არ ექნება ამ ადამიანს, გარემოებები სანამ არ შეიცვლება. ხშირად ვიხსენებ ხოლმე. ესეც აი გზაჯვარედინია, ადამიანის, რომელიც ჩვენ ყოველ ნაბიჯზე შეიძლება გავითვალისწინოთ და გამოკვეთქეს. მე ამ კონტექსტში ხშირად ვიხსენებ ხოლმე მაცხოვრის შეგონებას, ერთი იგავია სახარებაში, საოცარი იგავია. როდესაც თესლი კეთილი დაეთესება და შემდგომ ამ თესლი კეთილის შემდგომ არა მარტო კეთილი ნაყოფი, არამედ ღვიძლიც და საიდანო ჩვენ და ბოლოტმა კაცმა ქნაო ესა. სახურები რას ამბობენ? წავალთო და არა. ჯერ არ მოსულა ამისი დრო. აღორძინდესო იმასთან და მოვა დრო, როდესაც ეს ყველაფერი გაიყოფა ერთმანეთს. აქ სხვა დიდი აზრიც ადევს, მაგრამ ის ნაწილი, რაც თქვენ ბრძანეთ, მამა ანდრია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ეს და რა გვავიწყდება, ნახეთ. ჩვენ შორს არ წავყვათ ამ თემას, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ მაცხოვარმა ამაღლების წინ თქვა საოცარი სიტყვები. აი ძალიან ხშირად გვავიწყდება ეს. თქვენი საქმე არ არის დროჟამის ცოდნა. სწავლებაა ეს. პირდაპირ სწავლება მაცხოვარი გვეუბნება, თქვენი საქმე არ არის დროჟამის ცოდნა. მოვა დრო, როდის მოვა ეს ქრისტიანის ახალი აღთქმის ერთ-ერთი საიდუმლო ეს არის. დროს აღარ კითხულობს ადამიანი ის მარადიულ დროში ამ ქვეყნადვია მოქცეული თავისი აზროვნების ფორმის. ევქარისტიაში მარადიულობაში შედის ის. ამიტომ, როდესაც აი ამ დროზე გვაქვს საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. იაკობი ზის აგრძელებს, არაფერი არ შესულა იაკობის ცხოვრებაში, აგრძელებს, მაგრამ ელოდება რაღაცა უნდა მოხდეს და აი ამ მორჩილებაში, ამ იმაშია. არ მისვლა და არ მირბენილა ეს მამამისა და არ უთქვავს, რომ მამა ნახე ეს რამა ის დამეთმო, რა ქვია, პირმშეობა დამეთმო და შენ იცი არ შეცდი, ახლა ხვალდაზე ეს ყველაფერი გაითვალისწინე. არა, ეს ამას არც არავის არ ეუბნება, ჩუბანძის თავისთვის. დედამისაც არ ეუბნება. ზის და ლოცვას აგრძელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, იცით, აი, როდესაც შენს ღვაწლს თან არ ახლავს ანგარების სული, აპარტაუნების სული, ამბიციების სული, რომ სიტყვაზე თქვა შეიძლება ვიღაცამ 2-3 სიტყვა დაჭეროს და 2-3 სიტყვა თქვას და რაღაცა ფიქრობდეს, რომ აი ახლა ნუ რაღაცა მთების გადადგმის დრო მოვიდა. იმ დროს, როდესაც შესაძლებელია პირიქით ამ ყველაფერმა რაც გააკეთა უფრო დიდი ლოდინისათვის გამომზადა მას გზა და უფრო დიდ ლოდინშია მისი ღვაწლი, უფრო ღრმა ლოცვაშია მისი ღვაწლი, ვიდრე ვთქვათ რაღაცა სპეკულირებაში, ხო? რატომ ამბობ ახსახლა მე? საქმე ის არის, რომ როდესაც რებეკა ეტყვის იაკობს რა გაიგო და დროზე ადექი ახლა წადი, გამოიყვანე ფარიდან 2 თხა დავკლავ მომამზადებ შეჭამანს და შეუტანე, რადგან შენ გაკურთხოს. იაკობი აქეუნება მეშინია ლოცვის მაგივრად, კურთხევის მაგივრად, წყევლა არ დავიმსახურო, არ მიხვდესო, მე იაკობი ვარ და არ დამწყელოს მამამ. ანუ ძალიან ცოცხალია ესეთ ბიბლია, ძალიან ისეთია, ძალიან რეალურ სულაც ვთავაზობს. ეს არ არის მარტო ის იაკობი, რომელიც ელოდება რაღაცას ნიშას მისწემენ და სიხარულით გაიქცევა, არა. უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. ძიმედ გადადგავს ამ ნაბიჯს. რაღაცნაირად
თუ გადადგავს, მე იცის უკან არ უნდა გამოიხედოს. არ შეიძლება ამ გზაჯვარედინის ერთი თავისებურება ეს არის, ეს არ არის აქ გაუხვიე და აქეთ არ უნდა გამოიხვიე და არა, ეგ გზაჯვარედინი სხვა სახის გზაჯვარედინია, რომ გაუხო უკან რომ მოიხედავ გზაჯვარედინი აღარ აჩანს, უკვე გზა ჩანს. ამ გზაზე მიდიხარ. და ეს იცის იაკობმა და ძალიან რთულად იღებს ამ გადაწყვეტი, დედამისი ეუბნება, კი იცის რომ უფროსი დაემორჩილება უმცროს, შვილება რამდენად იცი, აქ შეიძლება კითხვა არის დასასველი, მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა. იცის ყოველ შემთხვევაში რომ პირმშოობა დათმო ესავმა და იცის რომ მისია ეს ყველაფერი. ამ ღვაწლზეა ის შესადგომი, მაგრამ აი ესე მარტივად ვერ მიდის მაინც. ხო, რა გზით მიეცემა მან არის. ხო, აი ესეც გამოძიება. უჭირს ამაზე კი, ესეც უბრალოდ მისთვის წარმოუდგენელია, ასე უნდა მომეცეს? რომ ჩემი ძვირსვაგერად მოტყუებით შევიდე? ნუ ნაკლები გააკეთა, როდესაც მაგრამ გამოცადა მაინც, ხო? ამ შემთხვევაში რაღაც უჭირს ამის ასე მიღება. და მაშინ დედამისი ეტყვის რომ ჩემზე იქნება. კი უჭირს, მაგრამ მაინც გადადგავს. მაინც გადადგავს, ანუ ჩემზე იქნება ეს ყველა აქ მამაცალი ტატრაში გვხვდება რებეკა ეკლესიის სახე, რომელსაც დღემდე აყვადრიან ჯვარცმლისადმი ერთგულებას. ჩემზე იყოს ეს წევლა, ჩემზე იყოს ეს ტევნა. მე ვიყოთ შენ ეს გააკეთე, რაც აი აქ არის ძალიან მხისელი, აქ რებეკა კიდევ ერთხელ ძალიან გავს სარას. სარას ეს უნდა მეთქვა. ძალიან გავს. ასოთგებლობას იღებს. თავის თავზე იღებს. მაშინ, როდესაც აბრაამი ვერ ამჩნევდა და სარამ შეამჩნია და აქაც ისააკი ვერ ამჩნევს და რებეკა აუცილებლად. და მომზადებენ შეჭამაც და აქ არის ძალიან საინტერესო ძალიან ცოცხალი დეტალი. ახლა ეს ცხვარშია, მაინც კარავშია, ცხვარშია, იაკობი და შეიძლება ცხვრისუნი ასდის მას და ის ველის კაცია. და იმას შეიძლება უფრო მინდვრის და ყვავილების სუნი ასდის, ამიტომ სამოსიც უნდა გამოიცვალოს იაკობა, ის ვერ ხედავს, ისააკი ვერ ხედავს, მაგრამ აი თლიანად ასე ვთქვათ კონსპირაცია უნდა მოხდეს, თლიანი უნდა მოხდეს და ესავის სამოს შეიცვავს. ვერსიას შაურთავ ისააკი რატო არის ბრმა. ასე არსებობს მოსაზრება, რომ მსხვერპლშეწირვის დროს, როდესაც აბრაამმა შემართა მას დანა, მას მერე ავადარეს ჭირს შაქარი და ასაკში მხედველობას უქვეითებს ეს. ეს ესეთი მოსაზრება არის. არა სავალდებულო რა თქმა უნდა. ხო, და პლუს ამას გავიხსენოთ, რომ იაკობი არის უთმო და ესავი თმიანია. და ამიტომაც თხის ტყავებს და როგორი უხეში თმა ქონდა ალბათ, ხო ესავს, რომ თხის ტყავებში უნდა შეეშალოს. უსინათლო ისა აქვს, ყნოსო აქვს და გზნობის ორგანოები აქვს და სმენა აქვს. აი ამ ხმას რა უყონ. სამოსელი გამოცვალეს, ანუ ეს გზნობის ისა, ეს შეხების ისიც გამოცვალეს, მაგრამ ამ ხმას რა უყონ, სმენას რა უყონ. აი საინტერესო რაღაცა. აი ამ სმენაზე დედა და შვილი ორივე მიენდობა. მიენდობა, აი რაც მოხდება. წევლა რებეკასი. და აკანკალებული იაკობი ამ შეჭამადით ხელში შედის ისააკთან. ცოტა სხვანაირად შევა ესავი. ესე იგი იაკობთანაც შეჭამადით მიდის, ესავთან იმასთანაც ისააკთან ხო ეს ეთქობა ეს რაღაცა ეს თანდაყვება ამაზე. ხა ძალიან საინტერესო რა არის. ესავი, როდესაც დაბრუნდება ნადირობიდან, ასეთი აკანკალებული არის, ძალიან თამამად მიდის. ძალიან ისე ფართონაბიჯებით შევა და ეს არის აკანკალებული შედის და ძალიან ფრთხილობს. გასაგებია რატომაც ხო ეშინია მამამისი არ მოგდეს. და ისააკი კითხავს, ვის შემოვიდა და შენი შვილი ვარ, ესავი ეუბნება იაკობი. აი რომ დამავალეს და პირველი გაკვირვება რაც ისააკისაგან მოდის ნაწილში ეს არის რომ ასე უცებ რანაირად. და იაკობი ეუბნება, შენმა ღმერთმა მომიმართა ხელი. აი აქედან იწყება ყველაფერი. ხო. ღმერთმა უნდა მომიმართოს აქ ხელი, თორე აქ მე ჩემი ვერაფერს არ ვაკეთებ. უბრალოდ ის არჩევანი რაც ესავს გაუკეთე, თუ მართებულია ღმერთი ახლა გამომიყვანს აქედან და ეს ყველა თუ არა და აი აქ შევეწიდები ამ ამბავს. საინტერესოა მიდის ტყუილით და ღმერთს ახსენებს. ხო და აი ამ ტყუილს ჩვენ ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით. ეს არ არის სინამდვილეში ტყუილი. ეს გარეგნულად ჩანს რომ ის სინამდვილეში ეს არ არის ტყუილი. ანუ ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ ისააკი არა მხოლოდ ფიზიკურად არის სინათლე მოკლებული, არამედ სულიერადაც ვერ ამჩნევს რომ ესავი არ უნდა იყოს გამგრძელებელი. ხო, აი საქმეც ეს არის. კურთხევა სრულდება ამით რომ ისააკს არ ეუბნებიან სიმართლეს. ის ხო და აი ცოტა მოგვიანებით ნახავთ ეს არამს ისააკმა მთავარი ისააკის იმაში ისააკს იმხელა გამოცხადება იქნება. აქვე რომ ჩვენ ნახავთ რომ ძალიან მაღალია მთავარი ისააკიც. აი ნახეთ რა ხდება, ძალიან საინტერესო თხრობა რა არის, ნახეთ.
ისააკისათვის სულთან დამაჯერებელი არ არის ეს რომ ასე მალე მოვიდა ესავი ნადირობიდან მოვიდა საჭოს მოკაკეთება მოასწრო და მოდი შვილო გნახო მართლა ჩემი შვილი ხართო და კანკალით მიდის და შეეხება ისააკი სურნელებას აი სურნელება ჩემი შვილის სამოსა ვითაცა ნაყოფიერი ველისა რომელიც აკურთხა ღმერთმა იტყვის ისააკი დარწმუნდება სურნელება ესავისაგან მოდის ეს შეახებს ხელს აი თმიანია ხმაი ესე იაკობისი ხოლო ხელნი ესე ესავისანი აი ამ ხმაში დაეჭვდება ისააკი თლიანად ესავი დგას მაგრამ რაღაცა იაკობის ხმა ესმის ამას ხმა მაღლა ეთქოს რომელსაც იაკობი ყველა კითხვაზე აძლევს პასუხს შენ მახმერთმა მომიმართა ხელი სამჭველი მოგიტანე მიირთვი რომ აკურთხოს შენმა ყველა მოქმედებაზე პასუხი ერთადერთი მოქმედებისგან აი ხმაზე აი ჩუმად არის აქ არეუბნება როგორ მამა ვერ მიცანი ესავი აი ეს თავხედობა არ აქვს არ არის ეს ტყუილი გესვით ეს არის ღვთისმსახურებისათვის რომელზეც უარი აქვს ესავს ნათქვამი აი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამე უნდა თქვა მამანდრე ძალიან გთხოვთ აი ამას მივაქციოთ ყურადღება გახსოვთ ჩვენ თავის ძოზე ვისაუბრეთ კაინის ღვთისმსახურება და აბელის ღვთისმსახურება შეეწირა კაინის ხვეპლიც ღმერთს ხო არ მოკლავდა კაინი აბელს მაგრამ გაცილებით დიდი საშინელება მოხდებოდა რა რომ გამოვიდოდა ღვთისმსახურება გინდა ასეთი გინდა ისე და ორივე შემთხვევაში ღვთისმსახურება შეიძლება იყოს ეს ღვთისმსახურება ერთია მარტო რაცა უნდა ბევრი რამე ამტკიცოს მამანმა ის ერთი შეიძლება იყოს მხოლოდ და ყურადღება მივაქციოთ არა იმიტაცია არავითარ შემთხვევაში არამედ ის მსახურებაც ღვთის არის იმიტომ კი რა ღმერთს უნდა მსახურება არა შენ სხვანაირად ღმერთთან ვერ მიხვარ და საშენო ეს მსახურება და იმიტომ ხო არ შეიძლება ნებისმიერი წამალი კურნადეს არა ამ ამამტყობობას ერთი კონკრეტული წამალი აქვს ხო ერთი ჯგუფის წამალი აქვს რაღაც ერთი ანუ რისი თქმა მინდა მე რომ აი აქ ამ შემთხვევაში იაკობისაგან სიცრუე კი არ მოდის არა იაკობისაგან მოდის მოშურნეობა ღვთისმსახურება ესავის ღვთისმსახურებით კი არ გაგრძელდეს არა იმ მსახურებით გაგრძელდეს რაც ქონდა აბრაამს და რაც ქონდა ისააკს ეს ძალიან დიდი სითამამია ეს ძალიან დიდი გაბედულობაა პასუხისგებლობა იაკობს შეუძლია ისააკს უთხრას რაღაცა ხმა დაიბოყოს და ძმას მიამსგავსოს არა ეს აკანკალებული შეშინებული იაკობია რომელიც ცდილობს პასუხები გასცეს მაგრამ აი აშკარა ამ იმაზე რომ უთხრას რომ აი მამა ვერ მიცანი სამოსის იმაზე ხელი შემახე რა მოგივიდა ეს სვენაც ხوار დაგეხშო ამ თვალებთან არა ჭუმად არის ამიტომაც იტყვის საეკლესიო ეგზეგეტიკა რომ ეს არის წინასახე იმისა რომ წინასწარმეტყველთა ხმად წინასწარმეტყველთა აღსრულებულ ხმად მოვიდა იესო ქრისტე ვინაიდან ისააკი იაკობის მიერ სამოსელის შემოსვა და თხის ტყავების დაფენა სახესიმბოლოა იმისა რომ მათ ხوار ადამიანური ბუნება შეიმოსა და ჩვენი ცოდვები იტვირთა ეს ტყავი ხო არ არის იაკობისა მაგრამ იტვირთა იაკობმა მთელი ეს სიმბოლო იღვიძებს აქ და აი აქ საწინასწარმეტყველო ხმად გაისმა ეს კითხვა ეს არის ისააკისა ხმა სხვა არის და რო არ ველოდები ისეთ რაღაცას ვგრძნობ სულ სხვანაირ მესიას ელოდებიან და რომ მიირთმევს ისააკი შეჭამანს აკურთხებს იაკობს სამამამთავრო კურთხევით და იაკობი გადის კარვიდან აი გადის კარვიდან და ზუსტად ამ დროს მოდის აი რაღაცა წმინდა წერილს აქვს ესეთი ისამეთითება რომ აი ამ დროს მოვიდა ზუსტად ესა აი მოასწრო გამოსვლა კარვიდან გესმით აი ცოტა დიდხანს რო გაგრძელებული იყო ესავი წაასწრებდა იქ არა მოასწრო გასვლა კარვიდან ესე ძალიან საინტერესოა ეს მოასწრო ძალიან საინტერესოა ამას რატომ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით ვინაიდან ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ვსაუბრობთ აი სიჩუმეზე აი მიფარულობაზე სადაც იარა საფრთხო განგებულება იარა და გოლგოთამდე მივიდა ჯერ ბეთლემამდე და მერე გოლგოთამდე მივიდა ესავი არც საფერი რა მოხდა ძალიან ისე დარწმუნებული თავის თავში შეჭამას მომზადებს და თამამად შედის ისააკთან მოგიმსადე საჭმელი და მაკურთხე როგორც ჩემ პირდი შეჭამოს საჭმელი და აკურთხოს აი აქ არის საოცარი ადგილი ისააკი შეკრთება და რომელი ხარო შეეკითხება და ხმა ვერ იცნო კი აღარ უნდა შეეხოს ისაკრას იგზნოს მაგრამ ხმა ვერ იცნო ვინ და ვით არის და მისი პირშუა ესავი აბა ის ვინ იყო ის აკურთხე და ყველა მიხვდა ესავიც მიხვდა ისააკიც მიხვდა ვინ იყო ის ვინც იკურთხა და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა უნდა თქვას ისააკმა უნდა დაიწყებოს ამ საქმისათვის იაკობი და ეხლა გამოცხადება ისააკს ვაკურთხე და კურთხეულიყოს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აი ეს არის რეზიუმირება იმისა რასაც ვილაპარაკეთ ვაკურთხე და კურთხეულიყოს რადგან ისააკმა დაინახა გამოცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იაკობისაგან როგორ გრძელდება აი კურთხეოდიან შენ და მე ყოველი ტომნი ქვეყანისანი აი ეს დაინახა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია
ამიტომ აი ეს გზაჯვარედინი, რომელსაც ჩვენ ვისაუბრეთ, სადაც გაუხვია იაკობმა, ძალიან მძიმედ მიდის, ნელა მიდის, მაგრამ აი გზაჯვარედინი გახედა ისააკმა და დალოცა თავისი შვილი, რომელსაც ყურადღებას არც აქცევდა, როგორც სამომავლო მამამთავარს. ვაკურთხე და კურთხეულ იყოს. ეს მეორეჯერ მომატყუა ჩემმა ძმამ. პირველად როდის მოატყუა იაკობმა ესავი. მაშინ, როდესაც პირმშობა საჭამანში გაუცვალა დიდი ბოდიში, არანაირი ტყუილი არ იყო ის. ესავი გზობს თავს მოტყუებულად. კი ბატონო, თორე იაკობს არ მოუტყუებია. იაკობა წინ და წინ უთხრა პირობა, თუ დამithო პირმშობას მოგცემ შეჭამანს. ანუ არ უთქვამს ეს რადგან შეჭამადი მოგეცე, ახლა პირმშობა ჩემიაო. არა, პირობა დადებული იყო, მოტყუებული სულაც არა ესავი, მაგრამ ესავი თავის ცხოვრებაშია მოტყუებული, ვინაიდან ესავმა ყურადღება არ მიაქცია, მნიშვნელობა არ მიანიჭა იმ სიტყვებს, რა სიტყვებსაც ის თამამად ამბობდა. მაცხოვარი ამბობს ასეთ რამეს, ვისაც ჩემი შერწყობა, ამ ქვეყნად მეც შევწყობა, პარიფრაზირება მინდა მომახსოვდეს ციტატა არ არის ცხადი. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რაღაცას, იმიტომ რომ საზოგადოებაში არ შეგვრცხვეს, მაგრამ არ უკვირდებით იმას, რომ ამ დროს შეიძლება საზოგადოებაში ქრისტეს წარმოჩენის გვცხვენი. სამწუხაროდ ხდება ასეთი რამ. და ვფიქრობთ ხოლმე, რომ ნუ რაღაცას ვიტყვიდან არ მნიშვნელობა აქვს. ახლა ეს მე ხო ასე არ ვფიქრობ, სინამდვილეში ღმერთმა ხო ასე იცის. არა, ის ძალიან მძიმეა იქ. ძალიან მძიმეა, როდესაც ვიღაცა გიმახინჯებს სწავლებას და შენ იმისათვის რომ ახლა აქ რაღაცა ვითომ დაწინაურებული და პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება ქრისტე არ მოიხმო და ამისათვის ან ჩუმად იყო ან არაფერი თქვა და სინამდვილეში ამით ძალიან დიდი ზიანი გაქვს მიყენებული შენი სულისათვის და იმ წიაღისათვის, რომლისათვისაც თავი დადო ქრისტემ ყველასათვის დადო თავი, მაგრამ არის წიაღი, რომელიც თქვა ეკლესიის სახით მან დააფუძნა და სწორედ აი ამ წიაღზე მინდოდა აქცენტი გამემახვილებინა. მე მინდა არ გამოგრჩეს ერთი ძალიან ვფიქრობ საყურადღებო ადგილი, როდესაც ესავი სიტყვით ამბობს უარს პირმშობაზე და მას გავს ძალიან მეორე ადგილი, როდესაც ესავე ეუბნება ისააკს, მეც მაკურთხეო და პასუხი ისააკისა, რომ ერთი მქონდა კურთხევა და მივეცი უკვე მეორე კურთხევა აღარ აქვს. ეს აუცარია ხო? მეორე კურთხევა არ აქვს, არ შეუძლია ადგეს და თუმცა აკურთხებს. მე აკურთხებ დალოცავს, მაგრამ ის ერთი აღარ აქვს. ის აღარ აქვს. ის ერთი აღარ აქვს. ის მნიშვნელოვანიც არის ის აღარ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე მიაქცევთ, მამანდრა ყურადღება. არაფერი დაგჭაო ჩემთვისო? კი, რაღაცა დარჩა. მაგრამ სწორედ ის დარჩა, რაც ამას აინტერესებდა, ხო? ქონების ნაწილი დარჩა, კურთხევა. ამას უნდა მოგვიანებით გაიაზრებს ესავი, მაგრამ საქმე რა არის ამ კონტექსტში და არის საინტერესო. მაგრამ პირმშობის ხო, იქიდან არაფერი არ დარჩა. პირმშობის აღარ. ის მესიანურაც არის, ის ერთი იყო და ერთი მიეცა. შენ კი მოგეცი, ზოგია, ხელი მოგემართება, იარაღი იქნება შენ მოვადრო და შენი ძმის უღელს გადაიგდებ ქედიდან, კი, ესავი საკურთხა, როგორ არა კურთხა. მაგრამ იმ ერთი თუ არა ესავე ამით მაყოფილი უნდა იყოს. იმიტომ რომ რაც მას აინტერესებდა ეს მას არავინ არ ართმევს ამას. კი, ამას უნდა მოგვიანებით გაიაზრებს ესავე, მაგრამ ახლა აქ რო გამოვა კარვიდან ესავე წმინდა წერილი ხაზგასმით ამბობს, გულში იტყვის, ოდეს მოაწევს დღენი გლოვისა მამისა ჩემისა, რომ მოუკლა ჩემი ძმა, გამწარებულია იაკობს. აი ასეთი გამწარებული ესავე საერთოდ ძმის კვლელობაზე მიდის, ოღონდ გულში ამბობს და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ემცნო ეს რებეკას. გულში ნათქვამი როგორ ემცნო რებეკას. გულთან ხილველი ღმერთია მხოლოდ. რებეკას აქვს გამოცხადება. ღვთისაგან. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, გიორგი. ისევ ესე რაღაც დრამატულ და ყველაზე საინტერესო მომენტში ვასრულებთ ამ გადაცემასაც. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ რამდენიმე გადაცემაში ვაპირებთ, რომ მამამთავარ იაკობზე ვისაუბროთ. დღეს მეორე გადაცემა მიუძღვენით ამ საუბრებს. დღეს დაგემშვიდობებით, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. ამით დღეს ვასრულებთ. ეს არის თხრობა, როდესაც ესავი გამოდის მამის კარვიდან და არის განრისხებული. და შემდეგი გადაცემიდან ჩვენ მივყვებით თხრობას იაკობის შესახებ. იაკობი უკვე სახლიდან მიდის და შემდგომში მას ძალიან ბევრი რამ საგულისხმო და ესეთი მნიშვნელოვანი გადახდება თავს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ამით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.